გამარჯობა, გომოძგვა, ხოჩალადე. წინა ვიდეოებში ბევრი ვისაუბრეთ თუ როგორ ტარდება გასტროსკოპია და კოლონოსკოპია, როგორ უნდა მოემზადოთ კვლევისთვის, კვლევის შემდეგ რას უნდა ველოდეთ. ამ ვიდეოში მინდოდა მენახებინათ თქვენთვის თუ სად ტარდება ეს პროცედურები, რადგან პაციენტისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურად თუ რა გარემო დახტება მას კვლევაზე მისვლას, რადგან პაციენტს აქვს კვლევის წინ რაღაც შიშები, დაძაბულობა და მინდა რომ ეს შიშები მოუხსნა პაციენტს. ამჟამად ვიმყოფები კლინიკა კონსილიუმ მედულაში, ენდოსკოპიურ კაბინეტში და მინდა დაგანახოთ თქვენ ეს კაბინეტი. კარგი, დავიწყოთ აბა აი აქედან არის ჩვენი შემოსასვლელი კარები. შემოვდივართ ოთახში, სადაც არის ხედავთ აი მოსასვენებელი საწოლი არის პაციენტისთვის, თუ ის კვლევას იკეთებს დაძინებით, კვლევის შემდეგ ჩვენ გამოვყავს პაციენტი და ის ისვენებს ამ საწოლზე კვლევის შემდეგ. აი აქ არის ჩემი მაგი და სამუშაო, სადაც მე ვესაუბრები ხოლმე პაციენტს კვლევის წინ, უხსნი მას ყველაფერს და ასევე ინფორმირებულ თანხმობაზე ვაწერთ ხოლმე ხელს. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ საპირფარეშოს, განსაკუთრებით კოლონოსკოპიის შემდეგ, პაციენტმა რო თავი მოიწესრიგოს, აი ჩვეულებრივი საპირფარეშო არის, ხედავთ რამხელა სივრცე არის და ყველაფერი კარგი არის. აი აქ ვიცვლით ხოლმე ექიმები ჩვენს ტანსაცმელს აქ ვტყუებთ ხოლმე. როგორც ხედავთ, ანუ კაბინეტი ახალი გაკეთებულია, რაღაც ერთი თვის წინ დავიწყეთ ჩვენ გადმოვედით ამ ახალ კაბინეტში და აპარატურაც განვაახლეთ, ახალი აპარატურა არის და კაბინეტიც როგორც ხედავთ მოწესრიგებული და მოწყობილია, გვაქვს არის სითბო და სიმყუდროვე. აი აქ გადავინაცვლოთ ახლა კაბინეტში, სადაც ტარდება ეს ჩვენი კვლევა, ასე გამოიყურება ეს ჩვენი კაბინეტი. აქ არის ანესთეზიოლოგების კუთხე, ხო? აქ თავისი წამლები, ყველაფერი რაც ჭირდებათ კვლევისთვის, რაც მნიშვნელოვანი არის აი ეს დანადგარი, ეს არის ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რომელიც შეიძლება თქვათ გასტროსკოპიის დროს ერთადად ხო, როდესაც ანესთეზიით იკეთებს პაციენტი კვლევას, შეიძლება მოხდეს სუნთქვის დაღრგნვა, ამ დროს აუცილებელია იყოს ეს აპარატი კაბინეტში. რაც მუშაობთ, რამდენი წელი მუშაობთ, ჯერ ერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ მაინც ყველა შემთხვევისთვის რომ მოხდეს პაციენტის უსაფრთხოებისთვის ეს აუცილებელია. მით უმეტეს თუ შემდეგ თქვათ აქ ვაპირებთ კიდევ ბრონხოსკოპიის აპარატის შეძენას და ბრონხოსკოპიებს თუ გავაკეთებთ, ეს აპარატი აუცილებელია რომ იყოს კაბინეტში. მონიტორინგი არის, მონიტორი არის, ვაკეთებთ აქ პულსის, სუნთქვის მონიტორინგს, რა თქმა უნდა, კვლევაზე, რაც ჭირდება ანესთეზიის ჩასატარებლად, აქ ყველაფერი გვაქვს. აი ეს არის საწოლი, სადაც პაციენტი თავსდება, კარგი ფართე საწოლი არის და რა თქმა უნდა, აქვს აგერ მართვის სისტემა. შეგვიძლია დავაყენოთ როგორაც ჩვენ გვინდა. და რა თქმა უნდა, აი ეს ჩვენი ახალი აპარატი EVIS XR3 მშვენიერი აპარატი არის, ყველაფერი გაკეთება შეიძლება, აქვს ვიდეოს ჩაწერის ფუნქცია, ვიდეოსაც წერთ ხოლმე ჩვენ აქ. აქვს წყლის მიწოდების, ხელოვნურად მიწოდების ფუნქცია, ეს ძალიან გვიმარტივებს კვლევას, საქაჩი და ასე შემდეგ. აპარატი ახალი შეძენილი არის და ძალიან კარგი. ეს არის ჩვენი შკაფი, სადაც ჩემი ექთანი ათავსებს ხოლმე წამლებს, რაც სჭირდება კვლევისთვის. აი ეს ყუთი, ენდოსკოპები, რომელიც გვაქვს, მისი მოთავსების ყუთი არის, სულ ახალი. შეძენილი არის ასევე ენდოსკოპი. ეს არის აი აქ წერთ ხოლმე დასვნას კვლევის შემდეგ ჩვენ ექიმები და პრინციპში ეს არის, ხელებსაც აი აქ ვიბანთ და მზადებით კვლევისთვის. შემდეგ, რა თქმა უნდა, როდესაც პროცედურას აქ გავაკეთებთ ხოლმე, აპარატურას ხსნით და გადავდივართ უკვე სასტერილიზაციაში, ხო? სადაც ეს აპარატურა უნდა გავრეცხოთ, გავასტერილოთ, რომ შემდეგი პაციენტისთვის იყოს უსაფრთხო, რა თქმა უნდა, მისი გაკეთება. პირველ რიგში ჯერ ვრეცხავთ ხელით, ჩვეულებრივი, წყლით, ვატარებთ ჩოთქებს, კარგად გავრეცხავთ ამ აპარატს, შემდეგ ამ აპარატს ვათავსებთ აი სპეციალურ სარეცხ მანქანაში, ესეც ახალი შეძენილი მანქანა არის, რომელშიც არის ხსნარები, იქ არის სპირტი, იქ არის ფერმენტული პრეპარატი, იქ არის სადეზინფექციო პრეპარატი, თვითონ ავტომატურად ჯერ უტარებთ ხოლმე
ჰერმეტულობაზე ტესტს აპარატს, რომ იქ ჰაერს არ აპარებდეს, არ იყოს აპარატი დაზიანებული და შემდეგ თვითონ აპარატს ვთავთ ხოლმე და ის ავტომატურად რეცხავს ავტომატურ რეჟიმში. ყველა ხსნარს ატარებს ხოლმე. სადღაც 1.5 საათი მაინც ჭირდება ამ ყველაფერს, შემდეგ ვიღებთ ამ აპარატს და ვათავსებთ ამ გასტერილებულ სუფთა არანაირი ბაქტერია, არანაირი ვირუსი აპარატზე უკვე რა თქმა უნდა აღარ არის ხოლმე და ვინახავთ აი მშრალ ადგილას. სპეციალური შკაფი არის, ხო? აქ არის ჩვენი გასტროსკოპი, აი ესეთი აპარატი არის. ხო, ეს არის დანობრილი, რომელიც არის აი თეთრი ხაზებით. აი ეს არის ზონდი, რომელსაც თქვენ ყლაპავთ ხოლმე. არის დიამეტრში სადღაც 9.2 მილიმეტრი, ანუ 1 სანტიმეტრიც არ არის, ამიტომ უფრო ადვილი არის პაციენტისთვის მისი, ну, თქვა, ფხიზლად გაკეთება, მაგრამ რა თქმა უნდა, გასტროსკოპიის გაკეთებას ფხიზლად არ გირჩევთ. ჯობია ყოველთვის ანესთეზი, თქვენც მშვიდად იქნებით წყნარად და ექიმიც, რა თქმა უნდა, მეტი დრო იქნება და ექიმიც მშვიდად იქნება თავისთვის. ეს არის კოლონოსკოპი. ну, შედარებით უფრო მსხვილი არის და რა თქმა უნდა, გრძელი. ეს გვჭირდება კვლევისთვის. ну, ეს აპარატები უერთდება შემდეგ იმ დანადგარს, რაც გვაქვს იქ ნახული. ან პრინციპში სულ ეს არის კაბინეტი, რაც უნდა მენახებია თქვენთვის. როგორც ხედავთ, აქ არაფერი ისეთი საშიში და ესეთი არ არის, ყველაფერი არის ახალი გარემონტებული, აპარატურაც ახალი შეძენილი. ჩვენ კლინიკაში პრინციპში ფასებიც სხვებთან შედარებით დაბალი ფასები არის. ამიტომ რა ვიცი, მობრძანდით, გისურვებთ ჯანმრთელობას, ნახვამდის, ძირაფაშა, ხოჩაამდე.